ღმერთია, რაც ევროკომისიის სპიკერმა შივონ მაკგარიმ გააკეთა პირველი განმარტებები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირების შესახებ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ და რატომ დაწესდა 6 თვიანი ვადა. ევროკომისიის პრესსპიკერი ამბობს, რომ ახლა ქარხნის მფლობელებს აქვთ აღებული ვალდებულება, ისინი უნდა ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. ეს არის მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა დააყენა, სწორედ ეს იქნება მთავარი გარანტი იმის, რომ 6 თვის შემდეგ ამოიღოს ევროკავშირმა სანქციების პაკეტიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. გამოდის, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებული არის სწორედ Black Sea პეტროლეუმზე და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. მათ ეს 6 თვე უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ რუსეთთან შეწყვიტონ ყველანაირი ტრანზაქცია და შეწყვიტონ რუსული ნავთობის სრულად გადამუშავება. სანქციების ამ პაკეტში ჩვენ შევიტანეთ წინადადება ყულევის სანქციების სიაში დამატების შესახებ. როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსიები გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ მოახდენდნენ დივერსიფიკაციას და უარს იტყვიან რუსულ ნავთობზე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ დავუშვით 6 თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ყულევი აღარ იქნება სიაში. ხოლო თუ ვალდებულებები არ შესრულდება, საბჭოს შევთავაზებთ, რომ ის დარჩეს სანქცირებულთა სიაში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას კრიპტოვალუტაზე, ხელთ არ მაქვს ზუსტი ციფრები ქართული კრიპტოკომპანიების რაოდენობაზე, რომლებიც ამ პაკეტში მოხვდნენ. პრეს-რელიზში აღნიშნულია სულ 14 პლატფორმა, რომელთა შორის ნაწილი ქართულია. რა შევთავაზეთ ამ პაკეტით კრიპტოს მიმართულებით? ინდივიდუალური სანქციები, ინდივიდუალურად შევიყვანეთ სიაში გარკვეული პლატფორმები, რომლებიც სისტემატიურად გამოიყენება სანქციებისთვის გვერდისავლისა და რუსეთის მიერ თანხების გადასარიცხად. ჩვენ გვსურს წერტილი დავუსვათ ასეთ ქმედებებს. რუსული ნავთობის გადამუშავებასთან ერთად საქართველოს ევროკომისიის ყურადღების ცენტრში მოექცა კრიპტო გადარიცხვების გამო 21 პაკეტში სანქციების არის 4 კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. ევროკომისიის სპიკერი დასმულ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ეს იყო კრიპტო პლატფორმები, რომლებიც სისტემატიურად გამოიყენებოდა სანქციების გვერდისავლისთვის. ახლა კი როგორია უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია. ბოჭორიშვილის უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, შეიძლება ითქვას ეს იყო საკმაოდ ფრთხილი განცხადება. საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ წუხს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის სანქციების დაწესების გამო და იმეც იტოვებს, რომ 6 თვის განმავლობაში ევროკომისია იმოქმედებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ ევროკომისიას გადაუგზავნეს ყველა მტკიცება იმის დასადასტურებლად, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ უნდა მოხვედრილიყო სანქციების 21 პაკეტში, თუმცა როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამომცდელობის მიუხედავად, პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეიტანეს, ოღონდ კონკრეტული დათქმებით და პირობით, რომ სანქციები და ტრანზაქციების აკრძალვა 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, თუ ქარხანა პირობებს არ შეასრულებს.